გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBR ვარ. შემდეგ 24 საათს მინდა ტაისონი გავატარებთ ტყეში. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი გამოწვევა, რაც ჩემთანს უნდა მოუწყო, იმიტომ რომ მომიწევს გადავშე 24 საათით მხოლოდ სოსის კოლოფით, სადაც ძალიან მცირე რაოდენობით ნივთები მექნება. გავაკეთებ თავდასაცავი იარაღს, მოამზადებ საჭმელს, ვეცდები საჭმლის მოპოვებას, გავაკეთებ თავშესაფარს. შეიძლება ძლიერი წვიმაც იყოს. მოკლედ ჩაუჯექით, წინ გელოდებათ საინტერესო ვიდეო. ადგილს ვეძებ, სადაც გავჩერდები. ამის ძირში შეიძლება, იმიტომ რომ აქ ნახეთ რამდენი ხმელი ფიჩხია. შეშაზე გამოდგება ცეცხლისთვის. იაფე გავჩერდი ქვასთან. ესაც მექნება კედლად. ჯერჯერობით მშვენიერი დილაა, ღრუბლიანიცაა, მაგრამ აი წვიმის ღრუბელი არ არის. მაინც თბილად წამოვედი. იმ შემთხვევაში თუ ღამით აცივდება, ფეხსაცმელების ტანსაცმელის თბილად მაცვია, ქურთუკიც მაქვს. წამოღებული მაქვს პონჩო, რომელიც შემიძლია გადავაქციო კარვად. აი ეს. თუ გაწვიმდება, გადავიცხებ ტანზე და მექნება საწვიმარი და დაძინებისთვის მექნება თავშესაფარი. და რაც თავარია. ერთი მათარა, წყალი, კარდალა, რომელშიც მაქვს საჭმელი, ერთი ქიმლაითი, რომელთვისაც მადლობას ვუხდი მამუკას აქედან მოკითხვა და აი ეს სოს. რა თქმა უნდა, ქურთუკში მაქვს ფანარი ყოველი შემთხვევისთვის დაზღვევის მიზნით, იმიტომ რომ არ ვიცი ეს ქიმლაითი რამდენ საათიანია. და მაქვს სოსის კოლოფი, რომელსაც გაჩვენებთ რა არის და რა მიდევს შიგნით. აქ მაქვს კანაფის თოკი, რომელიც ყოველ შემთხვევაში მექნება თუ კარავზე დამჭირდა ან ისე რამეზე, თუ უფრო დიდი თოკი დამჭირდა, მაჯაზე მაქვს პარაკორდის სამოჭური. აქ მაქვს მურას კაჟი. ეს წინა ვიდეოში გაკეთებული პარაფინიანი ბამბის დისკი, ცეცხლის დასანთებად. და ვიქტორინოქს ჰანცმენი. ეს არის ის ყველაფერი, რაც ჩამეტია ამ კოლოფში. წარმოიდგინეთ. და ეს უნდა გამოვიყენო შემდეგი 24 საათის განმავლობაში. მეტი არაფერი. ჩანთაში მაქვს ასევე უსადენო დამტენიც. ეგ კამერისთვის. ტაისონის საჭმელი და ტაისონის ჯამი. აი ჯერ დანას ავიღებ, რაც გვჭირდება და ესენი ჯერჯერობით არ გვჭირდება. ისე შეიძლება ამაზეც იკითხოთ კომენტარებში, სად იყიდე ან რა მსგავსი და ტემუდან გამოვიწერე. ფასი არ მახსოვს, მაგრამ ეხლა ძვირი არ ვიდა, ეგასიანი ვიცი. კარგი რაღაცა არა, აი ლაშქრობაზე ბევრი რაღაცის ერთად წასაღებად. კარგი ზომის რკინის კოლოფია და მე პირადად მომწონს. და ის რა ქვია, თუ თქვენს გენდობებათ რამის გამოწერა და ახალი აკაუნტი თუ გაქვთ წემოზე, პრომოკოდს დავწერ აი აქ ქვემოთ. აღწერაშიც დავწერ და შეგიძლიათ ჩემი პრომოკოდის გამოყენებით 300 ლარიანი კუპონიც მიიღოთ. მე მჭირდება შევაგროო შეშა. მთელი ღამი არ ვიცი თუ მენთება, ნუ ვეცდები ღამით აი პატარა კოცონი მაინც დავტოვო ცეცხლის თემაში, რომ კაცებელები მთლად არ დამიმეგობრდნენ და ძალიან არ გამიშინაურდნენ. სულ პატარა ცეცხლი. მაგრამ ისიც კარგი იქნება, რომ საერთოდ არ ჩავაქრო კოცონი, იმიტომ რომ რავი, ამის რო გადავხედე, საღამოს წერია გადამულად წვიმა. შუაღამემდე სადღაც ან აი შუაღამის დასაწყისამდე და ეგ არ ვიცი, რამდენად გაამართლებს. მაგრამ რავი, ყოველ შემთხვევაში რა. ისეთი არაფერი მაქვს.
რომ მე ცეცხლი ხელ ახლა მარტივად ისე დავამხო. ნუ რაც ვარ, ეგ კარგია, მაგრამ ის თემაა მან, რომ შეიძლება მაგარი წვიმა წამოვიდეს და მე ცეცხლი ვარ დავამხო. პლუს ის არის შეშალთმას. ადგილით მაგიტო შევარჩიე გვერდებზე, სადაც უნდა გავიხადო ყველგან შეშალ. აჰა. დაიაჰადა. აუ რა საოცარი ხმებია. გესიამოვნება რა. ღამით ძილის წინ პონჩო კაროს გადავშლი ასე. აი დაწვენილად ზემოდან იქით ხარეს ჩანთას დავადებ. უსადენო დამტენი მაინც ისეთი წონის არის დაამძიმებს და გააჩერებს. აი ეს მხარე მექნება თავის მხარე კედელივით. იქით ესე გადავა პონჩო. წინა მხარე მექნება ოდნავ ღია, სადღაც აქ დავანთებ ცეცხლს. ეს კედელი მაინც თავის თემაში. თუ რამეა და წვიმა ესე წავა. ქვევი კოცან შემოულაგო. აისო ნაქვეს ყუილა უყურებ არ გადაგიგდებ არც. აჰა ეს არის პატარა კოცონი მექნება. აი რადგან ქვების გარემოცვაში ვარ, ამ ქვას გამოვიყენებ ტაფად და ამაზე მოვამზადებ სტეიქს. მოდი ჯერ ნახევარს გამოვიყენებ. ეს კონდეს გადანახული დაზღვევის მიზნით. კაჟი დამოვიწყდა. ვიქტორინოქსზე თუ გინდათ კაჟის გამოყენება, დანაარსცადოთ. აზრი არა აქ ისეთი კუთხე, რომ ნაპერწკალი წარმოგქნას. ეხლა თვითონ პირი არ გავუსვოთ, დანას გააფუჭებთ. ვიქტორინოქსით შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი რამე. ერთი ეს არის მახათი. ნუ შეიძლება ესეც გამოდგეს კონსერვის სახსნელი, მაგრამ ესეც გაფუჭდება. აი რაც არ გაფუჭდება ეგ არის მახათი და ხერხი. ვიქტორინოქსის ხერხს აქვს იდეალური ბასრი კუთხე, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ კაჟზე. ჯერა ესენი გაფრიკეთ. კარგად უნდა აი ესე არ მოგეკეცოთ შემსავით. გონი გამოვიდა. მაგრამ აი კარგად არ ალდება რა და
პარაფინიანი ბამბის დისკები ერთ-ერთი საუკეთესოა ამ თემაში. ხედავწე. აი ამის ჩაქრობა არ გვინდა და ანუ ახლა დავადგინე რომ მაგარ გასაჭირში ვარ თუ ცეცხლი ჩამიქრა. ანთების თემაში ვიზახი. ერთი 15 წუთი დამჭირდა რომ ესამენთო, როდესაც უბრალოდ ვაზელინიან ბურთს ერთი ნაპრიწყალი უნდა რომ აავდეს. ეს რითი დაინთო? კაჟი გადავხეხე ფაქტიურად რა. აი კაჟი ფაქტობრივად გადავხეხე და მაგაზე აალდა. ეს მოაშორეთ ხომ ყოველთვის ნებისმიერ იარაღს თორე შეიძლება მე ბოლომდე ჩააჯდეს. ანუ დიდხანს იწვის. ისევ ისეთია ქვემოთ. უბრალოდ რთული ასანთებია. ანუ ეს მარტივად ნენთება იცით როდის ასანთებელა რომ მიუნთო პირდაპირ ან ასანთი. ასე რომ გაითვალისწინეთ თლად ასეთი თემებისთვის არ არის. ნეტა ისევ ეს ხმა მესმოდეს დილამდე და იმარ წამოვიდეს. ნეტა. აი სულ მთელი შეშა თუ აქედან გიგდე და გაზიდე, მერე რა ვქნა. ჰა? ფეხირითი გაიფერადი. მოდი, ყურზე ფოთოლი გაქვს მოგეშორა. ვიბარე მოდი საჭმელსაც დაგიდებ. და წყალსაც. სად არის ქვა? საჩაოდო. აი ეს. ეს საჭმელიც არ მაქვს იმდენად ბევრი წამოღებული, მაქვს მხოლოდ ერთი ნაჭერი სტეიკი, ერთი ჩვეულებრივი ნაჭერი სტეიკი. დიდიც არა და ორი ცალი კვერცხი რომ მოვიხარშო. ნუ აქ დიდი შანსია რომ ვიპოვოს სოკوان სადაცური. ნახოთ არ ვიცი თუ გამიმართებს, გააჩნია წინა დღეებში როგორი ამინდი იყო. რაც მაქვს სულ დავაყრი რომ ეს ხო გახურდეს. აი ამ ტყეში ბევრი შეშაა, ნაჯახის გარეშე თავს შვენივრად გავართმე. ამერსაც წამოვიღებ მერე. კაი ჯობია ეს გავამზადო. მარტო სვანური მარილი წამოვიღე კარდალით. სხვა რაღაცები არა. ალბათ გაიგეთ ქვის გასკდომის ხმა. კარგია რომ ახლოს არ ვიდექ, იმიტომ რომ გაფანტა ნამსხვრევები. ეს არის აჯიკაიას სვანური მარილი. ეს ქვები ვიცოდი რომ გასკდებოდა. ამან იცის ცუდი გახეთქვა.
როგორ გითხრათ, აი თითქოს გამოფიტულიაო რა ისეთ ქვები არის. მარტივად იფშხნება. წესით უნდა დაეტიოს ხოლმე. დაკვერცხავ აქედანაც. აჰა. შეშა დავუწყოთ. განიავება უნდა ეს თან შეიბოლება, თან შეიწვება. მანამდე რამე მინდა სარივით რომ მქონეს, რა იცი რა ხდება ყოველ შემთხვევაში. არც ნაჯახი მაქვს, არც მაჩეტე მაქვს, არც დიდი ზომის დანა მაქვს და სარივით რამე წვეს გავუკეთებ და აი ჯობია რაღაც კონდეს. სულ არაფერს რაღაც ყოველთვის ჯობს. ახლა აქეთ ამ სეზონზე მგლები არ არიან. დათვიც არ არის. მგლებზე 100%-იანი ვერ გეტყვით არ არიან თქო, მაგრამ ამ სეზონზე არ მგონია უკვე ზემოთ წავიდოდნენ. ტურები იცოცხლე. პირიქით ჩამოვიდოდნენ. აჰა. ეს უნდა გამოწვა და უფრო მაგარი გახდება. კარგად ცხელა აქ. დამეწვა. გამოწვის დროს აი იმდენად რბილი აღარ იქნება და წვერიც მარტივად არ მოკლდება. ეგარი. მეგობრებო, გაზაფხულია, დათვა და იცოდეთ. ამ სეზონზე განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ იმასთან დაკავშირებით, რომ ფრთხილად იყოთ ტკიპებთან. როგორც თქვენი 4 ფეხა მეგობარი, ისევე თქვენ. აი მაგალითად, ძაღლის შემთხვევაში რომ გითხრათ. ტაისონს ვასმენ ხოლმე ნექსგარდს ან სიმპარიკას. დააკვირდით თქვენ ძაღლს, რომელიც უფრო მოუხდება. ზოგ ძაღლზე რომელიღაც არ მოქმედებს იმდენად, როგორც აი სიტყვაზე ნექსგარდი შეიძლება არ მოქმედებდეს, ვიდრე სიმპარიკა. ან პირიქით, ნექსგარდი უფრო მაგრად მოქმედებდეს. აი ტაისონს უმეტესად ნექსგარდს ვასმენ. აი ტაისონის ექიმის რეკომენდაციით ორ თვეში ვაძლევ ხოლმე ნექსგარდს. მაგარი წამალი არის და ყველანაირ პარაზიტზე დაზღვეული ხარ 100%-ით რა, როგორც გარე პარაზიტებზე ტკიპები, რწყილები, ისე შიდა პარაზიტებზე, აი მაგალითად კანქვეშა ტკიპა ან ჭიები. შეიძლება ცხოველს ააცოცდეს თუ ეგ წამალი დალეული აქვს, მაგრამ ის ტკიპა ან რაც იქნება, რო უკბენს, ეგრევე მოკვდება რა. ამიტომ ყურადღებით იყავით და რაც შეეხება თქვენ თავს საწავიდოთ არის. ტაისონ, ჩამოდი. ზემოთაა ბოლოში ასული. მოდი. თქვენ ყურადღებით იყავით, ყოველთვის გაიჩხრიკეთ თავი ლაშქრობაზე ყოფნის დროს, სახლში წასვლის დროს, სახლში მისვლის დროს, აი სულ გაიჩხრიკეთ თავი, იმიტომ რომ შარშან მოხდა ისეთი რამ, რომ 3 ჯერ მიკბინა ტკიპამ. საბედნიეროდ ძალიან პატარა, მაი ახალი გამოსული რო არის, ახალი დაბადებული რო არის და რაღაცას რო ეძებს რო გიკბინოს. აი ეგრევე
სამმა მიკბინა მოვიძრე საბედნიეროდ კარგად არ დარჩენილა ხორცი არაფერი და ძალიან ცუდი იყო მაგრამ აი შეიძლება ხა სიტყვაზე აქ ტურამ გაირბინოს თუნდაც წინა დღეს ან ჩემ მოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე კონდეს ზ ტკიპა ის ტკიპა მოსძრეს ან მოიფხანოს და მოიძროს მე შენ იყო და იმის და იმ ტკიპამ რაც მანამდე ტურას უკმინა შენამდე ან ტურას თუ არა სიტყვაზე ავიღოთ ძროხას რავი 1000 რამეს რა მე შე რო გიკმინოს ძალიან დიდი შანსია რომ მისი სხეულიდან შენ სხეულში რაღაც ინფექცია რაღაც დაავადება გადმოიტანოს ამიტომ ფრთხილად იყავით მეგობრებო და ყოველთვის გაიცვიკეთ თავი და ისე ჩაიცვით ჩატნეული გქონდეთ ხოლმე ყოველთვის საერთოდ სხეულში სადმე შარვალში ან სადმე არ შეგიძლიათ ეს დასაწყისში რომ გაჩვენეთ ნახეთ თავშესაფრად რა მაგრად გამოდგება წვიმაშიც და თოვლშიც აჟე თან თოვლში ეს სულ გადაფარული იქნება და მოდრულად დღეს გამოგვადგება შეშად ასე არა ტაისონ ისეთი ხმა მისმის მომენტებში თითქოს შვედია სადღაც ადგილს არ დავასახებ, მაგრამ ამ ტყეში ბინადრობენ. არაერთხელ მინახავს შველი. ეგ საოცარი არსება, ძალიან მიყვარს. კარგი იქნება. და მირიანმა რომ გადავიღეთ ერთობლივი ვიდეო ხრამის ხეობაში, აი იმ ხორცის სტრუქტურა უჭირავს და გემრიელი იქნება და წვნიანი. როგორც თქვი ეგრეა. გემრიელია და წვნიანი. ამას გაგასინჯებ. აი. ნელა დაისო. ხორცი მაინც ჩუადღისკენ მოვიშორე, იმიტომ რომ ღამე რო შემეწვა აცევლებს იზიდავს. ჭამისას გამახსენდა ერთი ამბავი და რო არ მოგიყვეთ გარდამოვა. 2021 წელს შემოდგომა იყო. ვიყავით თბილისთან ახლოს ტყეში. კონკრეტულ ადგილს სპეციალურად არ ვასახელებ. ვიღებდი ვიდეოს, ოღონდ მაშინ ქართულ YouTube-ზე არ ვიყავი, თუ სწორად მახსოვს 2021 იყო. კი. შემოდგომა იყო. ახალი დაოჯახებულები ვიყავით, მე და ნინი მაგ წელს და ხო 2021 იყო. ვიღებდი ვიდეოს, ლაშქრობაზე ვიყავით მე და ტაისონი, ოღონდ მანქანით, აი გვერდზე მეყენა მანქანა. მე ესე ხის მორზე ვიჯექი, წინ ცეცხლი მენთო და იქით მეყენა შტატივზე ტელეფონი. ღამე იყო რა უკვე. ნელოდა და მეთქი ბოლო ხანები ცეცხლთან ვიჯდებით ყო რა სანამ მანქანაში ჩავდებოდით დასაძინებლად და ჩვენთვის ჩუმად ვიყავით და უცებ გავიგე აი ესეთი ხმა. აი მოიცა. ტოცრო ფეხს დაადგავდა რო გატყდება. ზუსტად ეგეთი ხმა გავიგე ჩემ უკნიდან და ჩემს უკან როგორი ამბავია. სადღაც 2-3 მეტრში არის ეგრევე დაღმართი. დიდი დაღმართია, ფიჭვნარი იყო და აი ესე ფიჭვები მიუყვება, დიდი დაღმართია და იმ დაღმართის ძირში არის გზა, საიდანაც მანქანით ამოვედი. ხო და უცებ რო წამოვხდი და შევტრიალდი, მაშინ მაგარი ფანარი არ მქონდა, რომ აი ესე უცებ მიმენათებინა და რომ წამოვხდი და შევტრიალდი,
დავინახე ორი ტიპი. სახე არ უჩანდათ კარგად, როგორც გითხარით, ახალი დაღამებული იყო. ორი ტიპი იყო, არც ფანარი, არც ტელეფონი, ანუ რამე სინათლე რო აი მიხვდე რომ აი სიგნალში ვიღაც გადაადგილდება. და ხის უკან იდგნენ კაცები რა, ქალები არ ყოფილან, არც გოგო და ბიჭი არ ყოფილა, არც ახალგაზრდა ბიჭები, კაცები იყვნენ რა. ხის უკან დგანან და მეც რო წამოვხდი და ეგენი დავინახე, პირველი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში რაღაც ეგეთი. ეგეთი რაღაც რო დავინახე და ხმა რა მოიხეს მაგათმა, იმიტომ რომ ბევრჯერ ან მეცხვარე შემხვედრია, ან უცხო ვიღაცა მომსალმებია და რაღაცა რა, გამარჯობა, გაშვები ისა ეს რაღაცეები და ხმა არ მოიხეს და რადგან მაგათმა ხმა არ მოიღეს, მეც არ მოვიღე ხმა, ვითომ ვერ დავინახე და გავაგზელე ჩემი საქმე, ოღონდ უკვე სხვა პირი ჩავრთე საუბარში, გიორგი. ესე ვახსენე გიორგი, ვითომ მარტო არ ვიყავი და ჩემთან ერთად მეგობარი იყო. ეგენი რეალურად ვერ დაინახავდნენ, დაღმართიდან აღმართზე, სწორზე იქით ვინმე თუ იყო ჩემ გარდა. მე ნაპირ შევიჯექი კიდე ხო დამინახავდნენ, მაგრამ იმას ვერ გაიგებდნენ, ჩემთან ერთად მართლა იყო ვიღაც თუ არა. ესეც მშვიდად არის. მოდი ჩემთან თქო უთხარი. ფიქრობ რა ვაკვირდები, მეთქი რა სიზამეთქო. დანა ავიღე ეგრევე. ხელში მეჭირა, რო რამე ყოფილიყო, ღმერთმა დამიფაროს. არავისთვის ზიანის მიყენება არ მინდა, მაგრამ ღმერთმა ყველგან დაგვიფაროს, რო რამე იყოს, თავი ხო უნდა დავიცვათ. ხმა არ მოუღიათ, 1-15-20 წუთი ეგრე გრძელდებოდა. ცოტა ხანში ფეხზე ავდგებოდი, აი ესე აქეთ ამ მხრიდან გავიხედებდი, რას აკეთებდნენ, ტიპები იდგნენ რა. განა რაღაცას ეძებთ, ან ლაპარაკობენ, ან ფანით რაღაც. არაფერი, ტიპები ხესთან დგანან რა. ეხა ხო არ ვიცი იმათ რა უნდათ. მაგრამ აშკარაა რომ როდესაც ფეხი რაღაცას დაადგეს და იმის ხმა გავიგე, იმის მერე გაჩერდნენ რა. არც ხმას იღებენ არაფერი და მაგან უფრო დამაეჭვა. მე თქვი ეხა მერავი რა უნდათ ამ ვინ არიან თქო, იმიტომ რომ ხმას რო არ იღებს ადამიანი და არ გეხმიანება მით უმეტეს ხედავს რა და შენ ცდილობ რომ არ შეიმჩნიო ისა ვითომ რო ისი. არ ვიცოდი რა მექნა, თან ისეთი ადგილია, იქით კი თბილისთან ახლოს არის, მაგრამ ტელეფონი კარგად არ იჭერს. მე ვთქვი რავი რომ რამე გამიჭირდეს რა უქნა თქო, მე მარტო ვიყავი ის ორი კაცი, ჩემი თავის იმედი ყოველთვის მაქვს, მაგრამ რა იცი რა ხდება ან რა აქვს თან. ამიტომ ჩავსვით აისონი, ცეცხლს წყალი დავასხი, მანდაც გიორგი ვახსენე, მედის მომიტანე მეთქი წყალი მეთქი და ჩავჯექით მანქანაში წამოვედით. როდესაც მაგრა დავიძაბე მაშინ, როდესაც მანქანა მოვატრია და ჩამოვდიოდი, ტიპები ისევ ხესთან იდგნენ ფანრის და რაღაცების გარეშე. ესე კარგად ვერ დავინახე, იმიტომ რომ მანქანის ფარები უშუალოდ მაგათ ვერ მივანათ ფიზიკურად რა. გზა ესე მოდის და ისინი აქეთ დგან. ანუ ეს ტიპები არიან და აი ესე ჩაუვარე. ზუსტად შუა გზაში ეყენა მაგათი მანქანა. მაგათი იქნებოდა, ვისი იქნებოდა. ზუსტად გზის ცენტრში ეყენა გზაზე. არ მახსოვს რა მანქანა იყო, რაღაც ძველი მანქანა იყო. ტყიდან გადავაჭერი ჩემი მანქანით, იმ მანქანას გზა უარე, გვერდი აუარე უბრალოდ და წავედი. მაგაზე არ ვისაუბრებ, ეხა რა ადგილზე ვიყავი, რაზე იყვნენ და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ამბავს იცით რატო გიყვებით? ცხოვრებაში ერთხელ გამოვცადე ეგეთი რაღაც. და იმიტომ გიყვებით, რომ ყოველთვის ფრთხილად იყოთ ლაშქრობაზე. შეიძლება რაღაც ისეთ ადგილას გაჩერ. ეხა მე მაშინ სადაც ვიყავი. იცი როგორი ადგილი იყო? მორები გამზადებული იყო, საკოცონი ადგილიც გამზადებული იყო, ანუ ჩემამდე სხვებიც მიდიოდნენ. ეგენი ხა ლაშქრობაზე რო არ იყვნენ, ეგ 100%-იანი ვიცი, გითხარით უკვე ვიცი რაზეც იყვნენ თქო. ვინც მიხვდებით, ვინც არა და არ გვინდა ამის გარჩევა კომენტარებში. უბრალოდ რისი თქმა მინდა, რომ როდესაც ლაშქრობაზე იქნებით, ყოველთვის გათვალეთ რა ადგილას მიდიხართ. ისეთ ადგილას არ მიხვიდეთ, სადაც შეიძლება ვიღაც მოვიდეს თანაც ღამით, ან შეგაშინოთ, ან რაღაც უბედურება მოხდეს და ასე შემდეგ ფრთხილად იყავით. ეს ამბავი მაგიტომ მოგიყევით. მეგობრებო, ცოტა ხანში მოსაღამოვდება. შვიცაკლია რაღაც წუთები და აი სამ მოდი ავიაროთ აქეთ. დავივი დღეს იქნებ სადმე სატაცური ვიყო, იმიტომ რომ ხოლმე ორი მოხარშული კვერცხი მაქვს. სატაცურიან სოკო. არ ვიცი აქეთ წინა დღეებში როგორი ამინდები იყო. სატაცურსაც და სოკოსაც გეტყვით როგორი ამინდი სჭირდება. წვიმა და სითბო. რო იწვიმოს და ციოდეს ღამით. არა მოვა. შეიძლება ციოდა. ის რაღაცას გწნობს უეჭველი ზემოთ. აისონ, ჩამოდი დროზე. მოდი. რა გეუბნებოდი თქმა მესმის თქო. რაღაც არის უეჭველი ზემოთან, რაღაცას მიხვდა, იმიტომ რომ ვერ ვაშორებ იმ ადგილს. აი ესე მთას აუყვება იქამდე და მე ძლივ ჩამოდის რა ვეძახი. მოდით აისო, მოდი. მოდი ჩემთან, მოდი. ოჩახ, ჩემი კარგი ბიჭი, მოდი. ოჩახ, კარგი ბიჭი ხარ. იქით არ ახვიდე. მოგონი აქეთ სიცივები იყო წინა.
დღეებში, იმიტომ რომ მთელ საქართველოში ამინდი ისე შეიცვალა, რომ რავი, ბევრ რეგიონში თოვლი იყო. ჩემთან, ჩემ სოფელში, ქართლშიც, რაჭაშიც ორივეგან მოთხოვა. ასევე ძალიან სამწუხაროა ბევრ ადამიანს მოსავალიც გაუფუჭა. არ ვიცი რა გითხრათ, ვისაც მოსავალი გაგიფუჭათ ამ ყინვენმა და თოვლმა, მაგრამ რავი, ყველაფერი კარგად იქნება. სხვა არ ვიცი რა გითხრათ მართლა, ვითი განუგეშვა. რაო ტაისონ? ხევში არ ჩახვიდი, არ გინდა. ძალიან დიდი ხევია და ბოლომდე მიუყვება იმთას. რაო ტაისონ? ამ ღრუბლით თუ იმსჯერებთ, არ ამგონია იწიმოს. ძალიან ღია ლაითი ღრუბელია. ცუდი არისო, სოკო და სატაცური არ არის. წამოთ აისო, ჩვენი ბაზისკენ, ბანაკისკენ. არც სოკოა, არც სატაცური. ეგორი კვერცხი არ აღუშავს დილამდე მექნება. თავის ქალა. რისია. მეგობრებო, ამას ნაღდად ვერჩნობ, რისია. ნახეთ როგორი ფორმა აქვს. რას ფიქრობთ, რაღაც წაწვეტებული თავის ფორმა აქვს და იქვე არ დავაგდე, იმიტომ რომ ტაისონს უნდა აღება და მაინც ესე ტყეში თქვენი ძაღლები მოარიდეთ ხომე ძვლებს რა. თქვენც ფრთხილად იყავით, აი იგივე ძვალით ხელი არ გაიჭათ ან რამე. მაგრამ გონია რომ ტაცებლისა იმცით რატო კვირებს შეხედეთ. ბასრი კვირები აქვს უკან რა. აი მაგალითად ძაღლებს ასე აქვთ. სავარაუდოდ ან ტურა, ან მელია. ეგ ორი ვარიანტია მხოლოდ, მეტი არა. ტურა არის ან მელია რა, 100%-იანი. მალე იწვის ეში. ამ ხეს ნახეთ ფიქსი როგორ ყავს შემოხვეული. აუ წვეთი დამეცა და იმედია არ აპირებს. სადმე ისეთ ადგილას რო იყოთ, ეს გამოდგება როგორც თოკად. ეს ოღონდ უნდა მოწყვიტოთ რა. ხმელიც კი გამოდგება, მაგრამ ეს ნედლია. მაინტერესებს აბა რამდენს გაუწევ. ჩაოლებრად გაუძლებს ეს ჩემს ტონას. საწყალი ხე ბოლომდე გაახმო ფიტრმა. ოდესმე სადმე ისეთ ადგილას თუ მოხვდები, სადაც აი რამე ასაძრომი ამ პირიქით დასაშვები და აი ესეც თუ იყო იქ, მოვაგროვებ, გავაკეთებ თოქს და დავეშვები. ძალიან მინდა. და აქეთ ცოტა მსხვილი ხეები რო იყოს, ამეებით გავაკეთები, აი ტარზანი რო დახტის, ხო ისი? ისა თოკიდან თოქზე. ეგეთ რაღაცას, იმიტომ რომ ძალიან მაგარი რაღაცაა და მაგარი გასართობია რა. აი, ამ ადგილს დავიმახსოვრებ. რა იცი რა ხდება. ერთმანეთში ავხლასთ. ეს პრობლემა. ოკაისონი კი ქონია ესე ფიტრს. მეგობრებო, თქვენი აქტიურობის შესაბამისად, თუ
თუ გენდომებათ და თუ იაქტიურებთ ამ ვიდეოზე ვაპირებ რომ გადავიღო 24 საათი დღეში მხოლოდ ამით. მე აღარც პონჩო მექნება, აღარც ჩანთა, არც კარდარა, არც თეფში, არაფერი, მარტო ის, რაც ამაში ჩაეტევა. და თუ იაქტიურებთ კომენტარებში ისიც დაწერეთ, აი რას ფიქრობთ? მაინც გავხსნი. რას ფიქრობთ, რა შეიძლება კიდე ჩავატიო ამაში, რომ ეს 24 საათი უფრო დაცულად ვიყო და ბევრი რაღაც მქონდეს თან. მაქსიმალურად რაც ამაში ჩაეტევა. მეტი არაფერი, ხა ჯიბით შეიძლება მაქსიმუმ დავიმატო. ერთი ფანარი ან ქიმნაითი, მეტი არაფერი. დაწერეთ მეგობრებო კომენტარებში. აი საღამოს უკვე შევინდების წინ გაწვიმდა. მაგრამ შეიძლება ითოთ. უსტ დაუგდებთ. ჩანთას ეს გადავაფარე პონჩო. ცოტა ხანში აქეთ გადავჭიმო. ისე რომ წამოწორა შევძრო მერე და დასაძინებლადაც მქონდეს. ისინი არ მაქვს წამოღებული ამის სორები, იმიტომ რომ კარვის თელი აღჭურვება არ წამოიღე მხოლოდ ესე პონჩოთ. ამიტომ სორების მაგივრად აი ქვებს დავადებ სიმძიმე რომ არ გადავარდეს. არც იჭერს საერთოდ ტელეფონი რომ ნახო ამინდი. რამდენ ხანს აპირებს გაგრძელებას. ახლა რომ ნახავდი ბევრად ზუსტი იქნებოდა ვიდრე გუშინ ნანახი. იმიტომ რომ მე გუშინ ნახე და ხო იცით ეს აპლიკაციები მაინც ისე ზუსტად ვერ არტყავენ რა და ცდომილება ძალიან დიდია ხოლმე ხშირად. საათებშიც კი. მაგრამ მოუმატა აშკარად. მაგაზე პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ აი ცოტათი ცეცხლის დარდი მექნება. არ მინდა რომ ჩამიქრეს. ღამით მინდა რომ აი ოდნავ მაინც ენთოს. კაი სანრა შეშას ვეღარ გადაიხდი. ნუ ისე კოცონი შედარებით ისეთ ადგილზეა რომ ზემოთ ფოთლებია. კიდე კაი შემთხვევით ისეთ ადგილას არ გავანთე რომ პირდაპირ ესე ყოფილიყო ხიაცის ქვეშ. კაი რა გადავიდე. ქიმნაიც ბარე მავანთებ და რა ხდება აქ? ორი სხვადასხვა ქიმიური სითხეა, რომელიც როდესაც ამას გადავღუნავთ, ერთმანეთთან რეაქციაში შედის და გამოყოფს სინათლეს. არის სხვადასხვა ფერისები. გონია იწყებს. ეს არის ლურჯი. აი კარგად უნდა ეტყობა. რა მაგარია. უფრო და უფრო მუქდება და უფრო და უფრო კარგ განათებს. ჩამოსაკიდიც აქვს, თოკის გასაყრელიც. ძალიან მაგარია. ღამით უკვე დაწვეს რომ დავაპირებ, აქ ფოთლს გავაფენ. ეს ადგილი კი მშრალია, მაგრამ ფოთლებს მაინც გადავხვეტავ. ის დასაჯდომიც ხომ აქ. პონჩოს რაღაც ნაწილიც და კარგად მოკალათდები. თავარია ცეცხლი მქონდეს მუდმივად. აქ დავადეთ მე ერთეს დავაფიქსირებ. ამას გამოვშლი. ამას აქ ერთქოს დავადებ. პრობლემა არ არის. აქედან რომ შევიდე მე კარგად ვიქნები, წყალიც არ ჩამომივა. არც იქიდან მხრიდან ჩამომივა შიგნიდან და ნუ სხვა მხრიდან თავისთავად არ ჩამომივა. უბრალოდ ამას ჯერ არ ვაპირებ, იმიტომ რომ სანამ დავწვევი
თუ დავსვევდი რა თმინდა ეგრე დაწოლა, ამიტომ ჯერ უნდა მქონდეს პონჩო გადახარებული მთლიანად. ვინდება და აღარ არის თამაში იქნება, ხო? ესე ვიქნები. საინტერესო რაღაც არის. მიდი ჭამე. მაგრამ კარგია რომ გაზაფხულის წვიმა არის, ახლა რომ ზამთარი იყოს. ბევრად რთული სიტუაცია იქნებოდა. გაზაფხულის წვიმა მაინც არ არის იმდენად ცივი. გარე ტემპერატურა თვითონ. აი ღამით მინდა ამ ხელა ცეცხლი მეტი არა. რო ჩემ პირდაპირ ცოტა ენთოს რა. ესე ჩიგნი მეყოლება არ გამოუშვებ გარეთ. თუ გამოვაკინე მეც გამოვა. ესე ძაღლი მარტო კარვიდან არ გამოუშვათ არასდროს. ეს ის მომენტია, როდესაც გინდა რომ ბოლომდე მალე დაღამდეს, მოითენთო და დაიძინო. მაგრამ თან კარგი ის არის, რომ საოცარი ხმაა და უძველოდ კვები. ეს რა არის აი ეს? არ გაინტერესებს? ჰა? აჰა. გადაგდებით ვერაფერს გადაგიდგებით ხოლმე. ათებით კარგად არათებს. ახლა ფანარივით არ არის. ეთყობა ამებსაც თავისი სიძლიერის მიხედვით არის. რა ზოგი შეიძლება უფრო დიდი იყოს და ბევრად ძლიერი. მეგობრებო, შემოვედი. ისაიდასაც დამპარალელი გავშალე, მე ქურთუკსაც დავიწყენ და პონჩოს ნახევარი ნაწილი მექნება დაფენილი მაინც იმ შემთხვევაში, რომ ოდნავ ნესტიანზეც კი არ ვიწე. აიცით როგორ ვარ? ყველაზე განსხვავებული დარჩენა არის ეს ჩემთვის, რაც კიდევ მქონია, იმიტომ რომ აი ჯერ ხო ესეთი ამინდი რო არის გარეთ, სხვანაირი განსხვავებული ყუდრო, წვიმა, ესეთი ხმები და სითბოს თან, აქეთ ცეცხლიდან ფოტოშოპის ეგ კარგია, აქეთ მოდის სითბო და აღარ იკარგება. ცალკე ეს ქვაც არის. მაგ შემთხვევაში გამიმართლა, რომ ამათგის შემთხვევით მივაგენი. ეს ის მომღერია. წითელი შუქი მაქვს ანთებული, იმიტომ რომ კაცებელი წითელს ვერ ხედავს და მაგ შემთხვევაში ამართე. და თან რაღაცაა და ცხოველივით ბუნაგში ვარ თითქოს შემოსული და ისეთი შეგრძნება მაქვს. განსხვავებული ლაშქრობა არის. აიცაც უყურებ მე კარგად მომთეთავს და ეგრევე წავუძინებ. გარეთ სიმშვიდეა სხვათა შორის. მეგობრებო, ახლა წავუძინებ. იმედია წვიმა მალე გადაიღოს. ნუ გუშინდელ ამინდში როგორც ეწერა, სადღაც 11-12-ისკენ უნდა გადაიღოს და მე დილისკენაც აღარ უნდა იწვიმოს რა. სადღაც 3-4 საათიანი წვიმა იყო და ნახოთ, თუ ეგრე იქნება უკეთესი. დილას შედარებით შრავი დაგვხვდება ტყე. აბა მეგობრებო, ტკბილი და შევხვდებით დილას. დინამშვიდობისა მეგობრებო. შვენიერი ღამე იყო, მაგრამ ერთი მინუსი ის არის, რომ სულ გამომიშრა ტუჩების ნემწყურია. წყალი დაგვეხარჯა და შესაბამისად აქ ფიზიკურად ვერ მოვიპოვებდი. ქვემოთ ხევშიც კი არ არის წყალია. მე იმის გაფიტრო და ამბები. მით უმეტეს არაფერი არ მაქვს. მაშინ რაღაც უნდა გაჭრა და დამატებით ჭურჭელი გჭირდება. ამიტომ ცოტა უწყლოდ ვიყავი, ამას კი ქონდა წყალი და შვენივრად ტაისონზე არ იტარდოთ. ახლა იმას კარგად გავბერტყავ, ჩავბარგდები და გავეშურები სახლისაკენ. დილა კი გრილია, მაგრამ ისეთიც არა როციო. თარო ოდექი წავივარდი, ეგრევე კეთებ ხონია. დილას მომავწევი ხოლმე. აღმოწევი და ასე. ეგრევე დარბი ვარ რამდენიმე. წავივარჯიში და გავხურდი.
გავუყოთ გზას. ჰიმლაითები მომწონა. და მაგასთან დაკავშირებით ვაპირებ საინტერესო ვიდეოს გადაღებას, ისიც 24 საათიანი იქნება, მაგრამ ჯერ არ გეტყვის წინასწარ ძალიან საინტერესო ვიდეო იქნება ისიც. რაღაცის გატესტოსავით იქნება. მოგრება, აქედან დამშვიდობებით. თქვენ უყურებთ BBROI-ს, არ დაგავიწყდეთ თქვენი აზრით და კომენტარება და რავი, თუ სურვილი გექნებათ, ახის გამოიწერეთ. აბა მაგრად.